მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. დღეს გესაუბრებით იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით უკრაინა რუსეთის ომთან დაკავშირებით და აქ საკმაოდ რთული ვითარებაა, ყველას უნდა გვესმოდეს, თუ უკრაინის პოზიცია ხო გასაგებია და მისაღებია ცივილიზებული სამყაროსთვის, მე ვიტყოდი, ის იცავს თავის მიწაწყალს და ბუნებრივია სუვერენიტეტის დათმობა და მით უმეტეს ამის იურიდიულად გაფორმება, ხო, ეს წარმოუდგენელია ნებისმიერი თავმოყარე ერისთვის, იმიტომ რომ ეს ტოლფასი შეიძლება იყოს საერთოდ სახელმწიფოებრივი ნგრევისა საბოლოო ჯამში. აი, რუსეთის პოზიცია, რომელიც აგრეთვე ხისტია, ალბათ საჭიროებს დამატებით განმარტებებს. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავის დროზე საკუთარი თავი შეიყვანა გარკვეულ ჩიხში, გარკვეულ ხაფანგში, იმით რომ კონსტიტუციაში ჩაწერა დონბასის, ესე რომ ვთქვათ, დონბასი როგორც რუსეთის განუყოფელი ნაწილი, ანუ ფაქტობრივად დაიკანონა ეს ტერიტორიები იმის იმედით და იმ, ესე რომ ვთქვათ, რწმენით, რომ ამ ამოცანას ძალიან მარტივად შეასრულებდა, ეხლა ამას ვერ აკეთებს და ისეთ თუნდაც სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომელიც არსებულ სტატუს კვოს აღიარებდა, ხო, მისთვის კატასტროფის ტოლფასია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სრულიად ცხადია, რომ მან უნდა აღიაროს, რომ უკვე ფორმალურად, რა თქმა უნდა, ეხლა ეს ცინიზმია თვითონ ამ ფორმულირებაში ჩადებული, მაგრამ ფორმალურად უნდა აღიაროს უკრაინის მხრიდან მისი ტერიტორიების ოკუპირება, რაც პრინციპში იქაც სახელმწიფოებრივი ნგრევის ტოლფასი შეიძლება გახდეს, ხო? აი, ესეთი ჩიხური სიტუაციაა შექმნილი, ამ ვითარებაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ დროებით იქნას მიღწეული, ანუ საუბარია მხოლოდ ცეცხლის შეკვეთაზე, უკაცრავად ცეცხლის შეწყვეტაზე, ყოველგვარი რაღაც სამართლებრივი, იურიდიული, ტერიტორიული პრობლემების დამაგრების გარეშე, მაგრამ რუსეთი ამაზეც ვერ თანხვდება, აქაც გარკვეულწილად ჩიხშია, გამომდინარე იქიდან, რომ მას კარგად ესმის, როგორც კი ამ ომში გაჩნდება პაუზა რუსულ საზოგადოებაში, რუსეთში, რუს ხალხში შეიძლება გაჩნდეს სერიოზული კითხვები, ხო? უზარმაზარი მსხვერპლი არის გაღებული, გასაგებია, რომ ხორცის მანქანაში გაატარა რუსეთმა თავისი ახალგაზრდობა, შეიძლება ითქვას, ხო, აბსოლუტურად გაუგებარი, აგრესიული მიზნებით და ეს კითხვები ბუნებრივია, როგორც კი აი ეს პროპაგანდისტული შლეიფი, ხო, ჩამოშორდება ამ საქმეს და რაღაც დროებითი ზავი დაისადგურებს, ეს შეიძლება გახდეს სერიოზული პოლიტიკური პრობლემა, თავი რო გავანებოთ იმას, რომ ის როგორც პოლიუსი საერთაშორისო პოლიტიკაში ამის შემდეგ უკვე საბოლოოდ დაკნინდება. ასე რომ ესეთი საკმაოდ სახიფათო ვითარებაა, მე ვიტყოდი, საიდანაც მარტივი და მოკლევადიანი გამოსავალი არ არსებობს, ისევ ერთადერთი გზაა, როგორღაც ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მიღწევა, ხო, თუნდაც ხანმოკლე იმისათვის, რომ აი ეს საშინელება არ გრძელდებოდეს, რასაც უკვე მე რამდენი წელია ვუყურებთ. ასე რომ ჩვენ მაინც უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მე დიდი იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატების ეს ბოლო ნაბიჯები, ხო, რაც ძალიან შემაშფოთებელი იყო ცივილიზებული გაგებით, რაღაცნაირად გადაიხედება მათი მხრიდან ესე სამხრივი ზეწოლა, ხო, უკრაინაზე და ფაქტობრივად მისი იძულება კაპიტულაციის აქტზე ხელის მოწერის, ეს შეწყდება და გაგრძელდება რუსეთის სხვადასხვა ფრონტზე, ეს ეკონომიკური ფრონტი იქნება, საინფორმაციო, იდეოლოგიური თუ სხვა პოლიტიკური ინსტრუმენტებით საბოლოო ჯამში რუსეთის იძულება მოხდება
ძალით იძულება მოხდება იმისათვის, რომ მეტნაკლებად ადეკვატური იყოს აი ამ აგრესიის შეჩერების კუთხით. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.